პირველი სერიოზული ცდა კავკასიის მიერთებისა ფაქტობრივად მოხდა ივანე მეოთხის მრისხანეს პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ იმ დროს ყირიმის სახანო იყო გაძლიერებული საკმაოდ და ილაშქრებდა კავკასიაზე, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაზე, ჰქონდა შეწერილი დიდი ბეგარა, როგორც თქვათ, ეკონომურ თვალსაზრისით, ასევე დიდი რაოდენობით მიყავდა სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად ქართველი ადიღე ჩერქეზი მოსახლეობა, ვაჟები, ქალები და ამ ქმედებისგან გატანჯულმა ხალხმა, ყაბარდოელებმა, ჩერქეზებმა, ადიღელებმა გადაწყვიტეს, რომ რამე გზა ეღონათ ამ დიდი უღლის ჩამოსაშორებლად და მათ ელჩობა გააგზავნეს ივანე მრისხანეს კარზე. ელჩობა ჩავიდა თხოვნით, ზუსტად ისეთივე თხოვნით, როგორც ალექსანდრე თევდორეს მიმართა, მიმეგობრეო და ივანე მრისხანეს ძალიან გაეხარდა, იმიტომ რომ ადგილმოსახლეობის თხოვნა უკვე საკმარისი იყო, რომ მას დაეწყო მზადება საომარი მოქმედებისთვის და თავის ფრთის ქვეშ დაეგულებინა, შემოეყვანა, მფარველობა გაეწია მთელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიისთვის, არაჩვეულებრივი მიწებისთვის, გარდა ამისა ზღვისკენ ერთ-ერთი გასასვლელისთვის, ყირიმის სახანო დასაპყრობად, მოკლედ საკმაოდ ბევრი მაცდური იდეა გაუჩნდა. ეხლა ეს ელჩობა მოგეხსენებათ ფაქტობრივად, რო ვთქვათ, რომ მუსულმანები იყვნენ რელიგიით, ესეც არ იყო. ყავდათ თავიანთი ღმერთები, წარმართული ღმერთები, რომელსაც თაყვანს ცემდნენ, ზოგი გამუსულმანებულიც იყო. ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობა არ ქონათ მიღებული. ივანე მრისხანემ, რა თქმა უნდა, პირობა დაუდო, რომ თუ გინდა ჩემთან მეგობრობა და ჩემი მფარველობა, უნდა მოვინათლოთო და მთელი ეს ელჩობა მდინარე მოსკოვში გაატარა. წყალში მდინარე მოსკოვში მონათლეს და შეირთო ტემრიუპოვიჩების ქალიშვილი, რომელსაც სახელად ერქვა კუჩანეი. ნათლობის სახელი იმისი გახდა მარიამი, ხოლო მარიამის ძმა გახდა ივანე მრისხანეს კარზე ერთ-ერთი წარჩინებული პიროვნება და ოპრიჩნინის ერთ-ერთი დამაარსებელი. სულ 6 იყვნენ და ერთ-ერთი ეს მიხეილი დაარქვა იმასაც, გადანათლა. ვინ იყვნენ მასთან ერთად ამ ოპრიჩნინაში? ეს იყო მალუტა სკურატოვის შვილი, თევდორე ბასმანოვი, რომელიც მეფის კარზე თან მეომარიც იყო, თან ტაკიმასხარაც იყო, ქალის ტანისამოსში გამოერთვებოდა ხოლმე და ისე ეჯდა ფეხებში ივანე მრისხანეს. გავიდა დრო და ივანე მრისხანემ ეს თავისი ძალოვანი სტრუქტურა ფაქტობრივად ყველა დასაჯა სიკვდილით, გარდა მალუტა სკურატოვისა, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, რუსეთის კგბ-ს წინამორბედი და ინიშვილი ბრძოლაში დაიღუპა. დანარჩენები ყველანი თავს წაკვეთილები აღმოჩნდნენ. რისთვის დასაჯა ეს უკვე თავისი საქმეა იყო და ისტორიას აქვს სხვადასხვა მოსაზრებები ამის შესახებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო პირველი ცდა და რომელიც კარგად დამთავრდა დადებითად რუსეთისთვის ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის შემოერთებისა. ამავე დროს ეთყობა ამბი წაქეზებულები რუსი კაზაკები იწყებენ კავკასიაში შემოსვლას.
კავკასიის საზღვრებთან, ანუ ჩერქეზების საზღვრებთან მოსახლე სამი სოფელი აიყარა და დაიკავეს ქვევით, ესე იგი ზღვისკენ მდებარე, კავკასიის მთისძირისკენ მდებარე ტერიტორიები, რაზეც რა თქმა უნდა, რასაც მოყვა რეაქცია ადგილობრივი მოსახლეობის, მათი თავადების, მმართველებისა, რომ ეს საქციელი დამამცირებელი იყო მათთვის. და ივანე მრისხანეს გაუგზავნეს კვლავ ელჩობა, სადაც სთხოვეს, რომ ეს მსგავსი რამე არ გამეორდეს და ივანემ მიიღო ზომები. რა თქმა უნდა, ივანემ მიიღო ზომები, დატუქსა და თვალები დახუჭა. რის შემდეგათაც დაიწყო უკვე კაზაკების ინტენსიური შემოსვლა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. ვინ იყვნენ ეს კაზაკები? უნდა მოგახსენოთ, რომ დღეისთვის რუსეთის მთავრობა, რუსეთის პოლიტიკური წრეები თვლიან, რომ კაზაკები ეს არის ადგილობრივი რუსული ძირძველი მოსახლეობა კავკასიაში. და ამბობენ, რომ მათ შეიტანეს ეს ქართული ტანისამ, ქართული კი არა კავკასიური და ქართულიც რა თქმა უნდა ტანისამოსი, ჩოხა, თავზე ფაფახი, ხმალი და მასრიანი საგულები ჩოხისა და ნურას უკაცრავად დავანუ გექნებათ ჩერქეზებს და ადიღელებს ამ მიწებზე, იმიტომ რომ ისტორიაში ჩაიწერა, რომ კაზაკები იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ კავკასიის ისტორია არ არის შექმნილი, კაზაკები ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე. სინამდვილეში ვინ იყვნენ კაზაკები და რატო ქვიათ მათ ეს სახელი? კაზაკები იყვნენ რუსეთიდან, უკრაინიდან გამოქცეული გლეხები, აზატი გლეხები. ანუ თავისუფლების მოყვარე გლეხები, ბატონისგან გამოქცეული, გამოწვეული იყო, თუ გახსოვთ თქვენ, იყო ესეთი კანონი ისტორიიდან, რუსეთის ისტორიიდან ალბათ გეცოდინებათ, იურის დღე. როდესაც შეიძლებოდა ერთი გლეხის, ერთი ბატონიდან მეორე ბატონთან წასვლა უნებართო და ადგებოდა, გადავიდოდა, არ მოეწონებოდა, ეს ერთადერთი დღე იყო. ვინ იყო ეს იური? ეს იური იყო წმინდა გიორგი. ანუ წმინდა გიორგის დღეს მას ჰქონდათ ესეთი დაუწერელი კანონი იყო. შემდგომ, როდესაც აირია, ასე ვთქვათ, მონასტერი და ზოგ თავად ბევრი გაექცა ბატონს, თავადები არ ყავდა რუსებს, ერთიდან მეორესთან ზოგი გაღარიბდა, ზოგი გაძლიერდა, აგრძალეს ეს გადანაცვლება გლეხებისა. რა უნდა იქნათ? ამიტომ გაურბოდნენ თავის ბატონს და დონზე გადმოსულები უკვე სხვა სახელმწიფოში, სხვა გარემოში ხვდებოდნენ. და რა თქმა უნდა, იმისთვის რომ არ ეცნოთ, ესენი იღებდნენ იქაურ ტრადიციებს, იქაურ ტანსაცმელს იცვამდნენ, ჩოხას რა თქმა უნდა და უკვე განურჩეველი ხდებოდა ის კავკასიელისგან, ხო? თვითონ ტერმინი კაზაკი რას ნიშნავს? კაზაკი არის სახელწოდება იმ ჩრდილო-დასავლეთი ტომებისა ისტორიულად, რომლებიც ალბათ დიდი ხნის წინ მოვიდნენ კავკასიაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირძველ მოსახლეობად ითვლება. კაზაკი მოდის სიტყვიდან კოსოგ. კოსოგ უკავშირდება, თქვათ ასე, შეიძლება დავაკავშიროთ ქართულ სიტყვასთან ქაშაკი. ზუსტად ის ქაშაკია ეს, რომელიც ჩრდილო-კავკასიაში ცხოვრობს და რომელიც არის ყაბარდოელი, ჩერქეზი და ის ტომები, რომლებიც შემდგომში მე-19 საუკუნის შუა წლებში თითქმის მილიონამდე გადაასახლეს რუსებმა თურქეთში და წინა აზიაში. ასე რომ კოსოგი ტერმინი ადგილობრივი მოსახლეობისა შეითვისეს იგივე კაზაკებმა და გახდნენ ძირძველი მოსახლეობა კავკასიისა, როგორც დღევანდელი რუსეთის პოლიტიკოსები ამბობდნენ და ამას იყენებენ სათავისოდ. ეს პირველი ნაბიჯები კაზაკების ჩამოსახლებისა ძალიან მომგებიანი იყო რუსეთის მეფისთვის, მას არაფერი არ ეხარჯებოდა. პირიქით, მან მისცა მათ თავისუფლება
საზღვარზე მცხოვრებ ამ სოფლებს რუსეთის მოსახლეობისა, რომელიც ისედაც გავდა უკვე კავკასიელ მოსახლეობას იმითი, რომ მწირი მიწებიდან მათაც უხდებოდათ აბრეგობა, ყაჩაღობა და იმ ვაჟკაცობის გამოვლენა, რომელიც კავკასიელ ხალხებს ახასიათებს. ერთი პირობით მან უბრძანა ეს განსახლებები ამ ჩრდილო კავკასიის და რუსეთის საზღვარზე განლაგებულიყვნენ ისე, რომ სადარაჯო პოსტები შეექმნათ, ანუ სტანიცები. და შემდეგ ნელა-ნელა იწევდნენ ისინი ქვევით, მოსახლეობას რა არ ქონდა საშუალება ალბათ რომ წინააღმდეგობა გაეწიათ, იმიტომ რომ რუსეთის მეფისგან მფარველობა ჰქონდათ მიღებული და ადგილობრივი შეხლა შემოხლით თავდება, მაგრამ ეს საზღვარი ტექნიკურად ძალიან იწევს ნელა-ნელა სამხრეთისკენ და ფაქტობრივად ამ კავკასიის მოსახლეობას ისევ მთებისკენ მიერეკება. ეს არის, ვთქვათ, კავკასიის რუსული გლობალიზაციის ერთ-ერთი გამოხატველი მაგალითი. ასეთივე გლობალიზაციას განიცდიდნენ ჩრდილო კავკასიელები თემურლენგის შემოსევის დროს, მონღოლთა შემოსევის დროს, ხაზარების შემოსევის დროს, როდესაც ეს ძლიერი სახელმწიფოები მიადგებოდნენ ამ ნოყიერ ნიადაგებს, მიწებს და ამ მოსახლეობას არ ეკავდნენ ზევით, დასუსტების შემდეგ ეს ძირითადი მოსახლეობა ისევ ქვევით ჩამოდიოდა, ისევ იკავებდა თავის ტერიტორიებს და ეს პერმანენტულად ხდებოდა ესე. ამის ნათელი მაგალითი ჩვენთვის, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ დღეს, ხო? როგორ ხდებოდა ეს? ეს არის ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომი. სადაც რომლის დროსაც რუსეთმა დაბლობიდან ნიადაგებიდან შავმიწა ნიადაგებიდან ფაქტობრივად აყარა ჩეჩენი მოსახლეობა და მთაში მიამწოდია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამის შესახებ ძალიან ბევრი რამე დაწერილა და ჩვენ შემდგომ ლექციაზე გავაგრძელებთ ამ ჩვენ მოგზაურობას კავკასიაში და სხვადასხვა მწერლებთან ერთად და მე მაქვს ესეთი წინადადება თქვენთან ერთად ეს მოგზაურობა დავიწყოთ დიუმასთან ერთად და შემდეგ რუს მწერლებთან ერთად, რომლებიც ასახავენ თავიანთ დამოუკიდებლობას, თავიანთი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას რუს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დამოუკიდებლობას ქართველი და კავკასიელი ხალხების მიმართ.